ხსენებათ პარლამენტი დღეს სხვადასხვა მნიშვნელოვან საკითხებზე მსჯელობს და ამ მსჯელობაში რა თქმა უნდა ფრაქცია საქართველოს პატრიოტების ვართ ჩართული გულისხმობ იგივე სახელმწიფო საკონსტიტუციო კომისიის საქმიანობას, მაგრამ ჩვენი დღევანდელი ბრიფინგი ეძღვნება არანაკლებ მნიშვნელოვან თემას, ეძღვნება საქველმოქმედო აქციას და საქველმოქმედო ფონდის თემას, რომელსაც დღეიდან ამ წუთიდან მხარს უჭერს საქართველოს პატრიოტთა ალიანსი და ჩვენი ფრაქცია საქართველოს პატრიოტები. მოგეხსენებათ 10 წლეულებია, რაც ჩვენი საზოგადოება ებრძვის შიმშილს და სიდუხჭირეს, ჩვენ სამწუხაროდ ვერ მოვახერხეთ ამ უმნიშვნელოვანესი პრობლემის დაძლევა იმის მიუხედავად, რომ სხვადასხვა ხელისუფლებები სხვადასხვა დროს ატარებდნენ სხვადასხვა რეფორმებს. მე ობიექტივის დირექტორი ვიყავი სააკაშვილის რეჟიმის პირობებში და ძალიან კარგად მახსოვს ის დრო, როდესაც უამრავი მშიერი ადამიანი მოდიოდა ობიექტივის ოფისში, უამრავი უსახლკარო, უამრავი გაჭირვებული და სწორედ მაშინ ობიექტივის ჟურნალისტებმა გადავწყვიტეთ შეგვექმნა საქველმოქმედო მოძრაობა, ჩამოგვეყალიბებინა ასეთი მოძრაობა, ჩვენ მოუწოდეთ საზოგადოება სოლიდარული აქციისკენ და უამრავი ადამიანი მოდიოდა მაშინ ჩვენთან, მოქონდა საკვები, ტანსაცმელი და ამ საკვებს და ტანსაცმელს ვურიგებდით ღარიბ და გაჭირვებულ ადამიანებს, ასევე ობიექტივის ოფისში ცხოვრობდნენ უსახლკაროები თვეების მანძილზე. გავიდა წლები და ეს პრობლემა ისევ პრობლემად რჩება. დღევანდელმა ხელისუფლებამაც ვერ მოახერხა სიღარიბის დაძლევა. ჩვენ ვხედავთ უამრავ ადამიანს, რომელიც უკვე ღიად ამბობს, რომ მასშია და ასეთ ადამიანებს ჩვენ ხვდებით რეგიონებშიც და ჩვენ ხვდებით თბილისის ქუჩებშიც. ობიექტივის ჟურნალისტებმა ისევ გადაწყვიტეს საქველმოქმედო მოძრაობის განვითარება და მათ დააფუძნეს საქველმოქმედო ფონდი ობიექტივი იგივე მიზნით. ვიღაცა ამ ფონდს შეწირავს ტანსაცმელს, ვიღაცა საკვებს, ვიღაცა გაიღებს 5 ლარს, 10 ლარს. ყოველი თეთრი მნიშვნელოვანია ასეთი ტიპის ფონდისთვის. ვიღაცა გაიღებს ოჯახისთვის საჭირო ნივთს, სკამს, კარადას, საწოლს, იმიტომ რომ არიან ოჯახები, რომლებსაც ეს ნივთებიც აკლიათ. და ძალიან ბევრი არის ღატაკი ადამიანი ჩვენს ქვეყანაში, კიდევ ერთხელ უსვამ ამას ხაზს. ამ ვითარებიდან გამომდინარე, ჩვენ საქართველოს პატრიოტები ვფიქრობთ, რომ აუცილებელია მხარი დაუჭიროთ ამ აქციას და გამოუცხადოთ არა მარტო სიტყვიერი სოლიდარობა, არამედ ჩვენ გავიღოთ ჩვენი შემოწირულობა ამ ფონდისთვის, ჩვენ შევთანხმდით და გადავწყვიტეთ, რომ ვინაიდან ვართ ხალხის პარტია, ვინაიდან ხალხის გაჭირვება, ეს არის ჩვენი გაჭირვებაც, ვინაიდან ჩვენ ვართ დიახ ამ გაჭირვებული ხალხის ნაწილი, ყოველთვიურად ჩვენი ხელფასიდან ჩვენმა დეპუტაციამ გაიღოს შენატანი ამ ფონდისთვის. ჩვენ ვენდობით ამ ფონდის დამფუძნებლებს, ობიექტივის ჟურნალისტებს, ვიცით რომ ეს სახსრები მიზანმიმართულად დაიხარჯება და წავა სწორედ ამ გაჭირვებული ადამიანების დასახმარებლად და საერთო გადაწყვეტილების შედეგად ჩვენ შევთანხმდით, რომ ყოველთვიურად კიდევ ერთხელ ვამბობ, ჩვენი ხელფასიდან ეს არ იქნება უმნიშვნელო თანხა, გავიღებთ ამ დახმარებას საქველმოქმედო ფონდ ობიექტივისთვის. ხაზს უსვამ იმას, რომ ეს არ იქნება ჩვენი ხელფასიდან 50, 100 ან 300 ლარი. ეს იქნება გაცილებით მეტი თანხა, ეს არ იქნება ჩვენი ხელფასიდან 5%, 3%, ეს იქნება გაცილებით მეტი. მაგალითად, მე ჩემი ხელფასიდან, ვიცე-სპიკერის ხელფასიდან ყოველთვიურად 1500 ლარს ჩავრიცხავ ამ ფონდში და ძალიან გულწრფელად მინდა გითხრათ, რომ ჩვენი ეს ქმედება არანაირად არ წარმოადგენს და არ არის პიარ აქცია. და ჩვენ რეალურად გვინდა რომ ამ ადამიანებს დავეხმაროთ, ეს არის აქცია გაჭირვებული ადამიანების დასახმარებლად, რომლებიც უკვე გამოდიან და სატელევიზიო სიუჟეტებში თუ ჩვენთან პირადი შეხვედრებისას ამბობენ, რომ მათ შეათ და მათი ოჯახები ელემენტარულად ვეღარ ახერხებენ ფიზიკურად გადაარჩინონ საკუთარი შვილები და ოჯახის წევრები. ჩვენ გვინდა მივმართოთ პარლამენტის წევრებს, ჩვენს კოლეგებს, მიუხედავად იმისა, მათ მოვწონვართ თუ არა, ისინი მეგობრობენ ჩვენთან თუ არა, ისინი არიან ჩვენი თანამოაზრეები თუ არა, შემოუერთდნენ ჩვენს მოძრაობას ამ საქველმოქმედო აქციას
და ჩვენთან ერთად გაიღონ შემოწირულობა სადეპუტატო ხელფასიდან გაჭირვებული ადამიანების დასახმარებლად. კიდევ ერთხელ უსვამ ხაზს, ეს არ არის PR აქცია. ჩვენ გვესმის PR-ი როგორ კეთდება, მე თვითონ ჟურნალისტი ვარ და ნამდვილად არ მივმართავთ PR-ის ასეთ ხერხს, რომ ეს გზა გამოვიყენოთ PR-ისთვის, გულწრფელად გვინდა დავეხმაროთ ამ ადამიანებს და ეს იქნება ჩვენს მიერ გაწეული ძალიან კონკრეტული დახმარება კონკრეტული ოჯახებისთვის. დიდი მადლობა. საქველმოქმედო ფონდი ობიექტივი უკვე დაფუძნებულია ობიექტივი ჟურნალისტების მიერ, გასაჯაროებული ამ ფონდის ანგარიში და მისამართიც, აღრიცხულია ყველა ის ოჯახი და მომზადებული არის კონკრეტული სატელევიზიო სიუჟეტები, რომლებიც საჭიროებენ დახმარებას და ჩვენ ამ ეტაპზე წავალთ სწორედ ამ გზით. დავეხმარებით იმ ადამიანებს და ფონდი დაეხმარება ჩვენს მიერ გაღებული შემოწირულობით იმ ადამიანებს, რომლებიც უკვე აღრიცხულნი არიან და რომლებიც კონკრეტულ დახმარებას საჭიროებენ. ამასთანავე ეს არის სოლიდარული აქცია, საზოგადოების ის ნაწილი, რომელსაც შეუძლია გაიღოს 5 ლარი, გაიღოს საკვები, გაიღოს ნივთები, მივა კონკრეტულად ფონდის მისამართზე და გაიღებს ამ შემოწირულობას, ხოლო ჩვენი მხრიდან, რა თქმა უნდა, ყოველთვიურად მივაქცევთ ყურადღებას იმას, თუ ფონდი როგორ და რა მიმართულებით ახორციელებს დახმარებას კონკრეტული ოჯახებისადმი. კიდევ ერთხელ უღრმესი პატივისცემით მინდა მივმართოთ ჩვენს კოლეგებს პარლამენტის წევრებს, გულთან ახლოს მიიტანონ ეს თემა. კი, ბევრ თემაზე მიდის დღეს მსჯელობა საქართველოს პარლამენტში, მაგრამ არც ერთი კანონი არ დგას ადამიანებზე მაღლა და ჯერ ფიზიკურად უნდა გადავარჩინოთ ადამიანები და მერე უნდა შევქმნათ კანონები, იმიტომ რომ ეს კანონები ადამიანებისთვის იწერება. ეს იყო საპარლამენტო ფრაქცია საქართველოს პატრიოტების ბრიფინგი. ცნობილი ხდება, რომ ფრაქცია ფონდ ობიექტივი საქველმოქმედო აქციას უერთდება. ახლა კი დღის სხვა მნიშვნელოვანი ამბებით განვაგრძობთ გამოშვებას. პარლამენტის ვიცე-სპიკერი ზვია ძიძიგური ინდონეზიის რესპუბლიკის წარმომადგენლობითი საბჭოს საშინაო საქმეთა კომიტეტის წევრებს შეხვდა. შეხვედრაზე